კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კომერსანტის თემა აგრძელებთ თქვენთვის მუშაობას და სამშაბათი დღეა ტრადიციული რუბრიკის დროა, კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა და დღეს ტრადიციულად ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს ნინი საბუტაშვილი შემოგვიერთდა კონკურენციის აგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. ნინი, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და დავიწყოთ საუბარი, დღეს მომხმარებლის უფლებებზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია უშუალოდ კონფერენციაც ნოემბერში ტარდება. უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ეს კონფერენცია, რომელიც ყოველთვის, რასაც ვაკვირდები მეც ყოველ წელს ვსტუმრობ ხოლმე, გარკვეული რაც შედეგის მომტანი არის და მუდმივი განახლებებია, მუდმივი სიახლეები, რასაც მარეგულირებლები ნერგავენ ხოლმე და შემდეგ გაჟღერებენ ამ კონფერენციის საშუალებით. მოდი ვისაუბროთ ამ კონფერენციის კონცეფციაზე. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში თემით დაინტერესებისა და მოწვევისათვის. კონფერენციას რომ შევეხოთ პირველ რიგში, 2025 წლის 13-15 ნოემბერს გაიმართება მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია უკვე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც ორგანიზებულია 5 მარეგულირებელი უწყების მიერ. ერთ-ერთი წარმოვადგენ მე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ხოლო ასევე ჩვენთან ერთად ორგანიზატორები არიან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, სემეკი, კი ბატონო, კომუნიკაციების კომისია, ეროვნული ბანკი და დაზღვევი სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ამ უწყებებთან ერთად ღონისძიებაზე მოწვეულები ასევე არიან ამ უწყებების ორგანიზებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემიური წრისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლები. მოკლედ სტრუქტურას და ასე ვთქვათ თანმიმდევრობას რომ შევეხო კონფერენციის დაგეგმილი არის 7 სესია და 3 პანელური დისკუსია. ძირითად სესიაზე მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირები გაგვაცნობენ წლის განმავლობაში მარეგულირებელი უწყებების აქტივობებს, შედეგებსა და ახალ გამოწვევებს, რის წინაშეც ვდგავართ. ასევე პანელურ დისკუსიებზე განხილული იქნება სხვადასხვა ჭრილში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხები, მაგალითად კონკურენციის პოლიტიკის როლი ეკონომიკის რეგულირებულ სფეროში, ასევე მომხმარებლის უფლებების დაცვა ციფრულ სექტორში, მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის ახალი მექანიზმები, კონცენტრაციების კონტროლი და სხვა. გასულ წელს 12 ქვეყნის დელეგაცია ყავდა სტუმრად, ასევე 50-ზე მეტი უცხოელი ექსპერტი. მიმდინარე წელსაც აქტიურად მიმდინარეობს მოწვევები და მოლაპარაკებები, დადასტურებების მიღების ეტაპზე ვართ სტუმრებისაგან. ეს არის ძირითადად და საინტერესოა მე მახსოვს იყო შემთხვევები, როდესაც კონფერენცია არ მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც ტარდებოდა. აი, წელს როგორი ფორმატით მხოლოდ თბილისში თუ? კონფერენცია არის 3დღიანი, მოიცავს 3 დღეს, ტარდება თბილისში, ერთსა და იმავე სივრცეში. რაც შეეხება გასვლით რეგიონებში ღონისძიებებს, ეს შეეხება და მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირაულს, რომელიც გაზაფხულზე ტარდება და კვირაულის ფარგლებში ყოველთვის გვაქვს ვიზიტები რეგიონებში ცნობიერების ამაღლების მიზნით. ეს ესე იგი თბილისში ტარდება. ანუ ახლაც საერთაშორისო დელეგაციებს აქტიურად ველოდებით, როგორც წინა წლებში იყო ეს. კი, აქტიურად მიმდინარეობს. კი ბატონო, მოდი გადავიდეთ ასევე მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებაზეც, გაჟღერდა ამ ეთერშიც სტატისტიკური მონაცემები და უფრო საინტერესო იყოს, აი რამდენიმე მიმართულება ავიღოთ. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო, რაც მე პირადად ნინი მხვდება ხოლმე უშუალოდ სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ტიპის ჯგუფში, აი ეს ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია, სხვადასხვა სახის кейსები არის ხოლმე, ჩაურიცხაფული, საერთოდ არ მიაწოდა საქონელი, მიაწოდა, მაგრამ საერთოდ სხვანაირი საქონელი, არ მიაწოდა, მაგრამ ფული გადაუხადა, მაგრამ დრო დაეკარგა ამ ადამიანს. მოკლედ, უამრავი შემთხვევაა. თან არის რამდენიმე კომპანია, რომელიც ძალიან ესე ჩანს, 100,000 გამოწერით პირობითა და უამრავი დაზარალებული და ასე შემდეგ. ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით მომართვიანობა რამდენად არის აქტიურად და იკავებს თუ არა, მე მახსოვს, რომ ერთ-ერთი ლიდერი იყო ხოლმე მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობის კუთხით. ახლა როგორ არის ტენდენცია? ახლაც მიმდინარე სტატისტიკა ესეთია, განცხადებების უმეტესი ნაწილი მომართულია ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ძირითად პრობლემას წარმოადგენს, როგორც თქვენ ახსენეთ, ნაკლიანი ნივთის მიწოდება, ან მიწოდების ვადის დარღვევა, ან ნივთის საერთოდ არ მიწოდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც განცხადება შეეხება ნივთის უპირობო დაბრუნების უფლების შეზღუდვას. ანუ როგორც ვიცით, კანონში განსაზღვრულია, რომ მომხმარებელს უფლება აქვს
14 დღის ვადაში დააბრუნოს ნივთი საფუძვლის მითითების გარეშე, ანუ არ ჭირდება ამას რაიმე კონკრეტული მიზეზი, უბრალოდ იმ მდგომარეობაში, რაშიც მივიღებთ ნივთს, უნდა დავაბრუნოთ უკან. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი იღებს ნაკლიან ნივთს. ამ შემთხვევაში უკვე გარანტიის ფარგლებში მომხმარებელს აქვს უფლება, რომ მოვაჭრეს მიმართოს ნივთის შეცვლის, შეკეთების ან ფასის შემცირების ან საერთოდ ხელშეკრულების მოშლის, ან ნივთის დაბრუნების მოთხოვნით. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევებში აი, ნინ ჩაგეკითხები უცებ აქ, რომ აი მაგალითად თუ რაღაც ცირე ნივთებზეა საუბარი, ეს ხო ამაზეც ვრცელდება რა, ელემენტარული რაღაცა მაგალითად ადამიანმა ქურთუკი გამოიწერა პირობით, ანუ ამაზეც ვრცელდება ხო ეს ყველაფერი? გარანტიას თუ გულისხმობთ, გარანტია ვრცელდება აბსოლუტურად ნებისმიერ ნივთზე, რასაც შევიძენთ. ყველა ნივთს აქვს კანონისმიერი 2 წლიანი გარანტია. ეს გულისხმობს ნივთის პირვანდელ ნაკლს, ანუ მომხმარებლისთვის ნივთის გადაცემამდე ან კონკრეტულ ნივთს გააჩნდა თუ არა ნაკლი. კანონისმიერი გარანტია შეეხება ამას, არა შემდგომ დაზიანებას. კი ბატონო. აქ მთავარია მოვაჭრე მამტკიცოს, რომ მომხმარებელს გადასცა უნაკლო საქონელი. ხოლო რაც შეეხება უპირობოდ დაბრუნებას, 14 დღიან დაბრუნების ვადას, დაბრუნების უფლება შეზღუდული არის გამონაკლისის სახით 30 ლარამდე ღირებულების პროდუქტის დაბრუნებას ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ვერ შევძლებთ. ეს გამონაკლისია, კი, ეს გამონაკლისია, ასევე ვერ შევძლებთ ინდივიდუალური შეკვეთის დაბრუნებას და ჰერმეტულად დალუქული საქონლის დაბრუნებას, თუ ეს ჰერმეტულობა დავარღვიეთ. თუ არ დავარღვიეთ და ნუ არსებობს გამონაკლისების, მაგალითად მედიკამენტები, რომელსაც ვერანაირ შემთხვევაში ვერ დავაბრუნებთ ამ 14 დღის განმავლობაში. კი ბატონო, და აი რა ხდება იმ შემთხვევაში, ხოლმე საინტერესო ალბათ თქვენთანაც ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონკრეტულად ერთ ონლაინ მაღაზიაზე შეიძლება რამდენიმე საჩივარი ერთად მოსულა. აი კონკურენციის სააგენტო ამ შემთხვევაში როგორ რეაგირებს ხოლმე? ამ შემთხვევაში ხდება მიმდინარე საქმის წარმოებაში სხვა განცხადებების ჩართვა, ძირითად შემთხვევებში თუ მიმდინარეობს შესწავლა უკვე სააგენტოში ერთიანდება ეს საქმეები და ამ გაერთიანებული საქმეების საფუძველზე ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. თუ მოვაჭრე თანახმა და სააგენტოს შესთავაზებს პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებას, მაშინ თან ფორმდება პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება და მოვაჭრე იღებს ვალდებულებას, რომ დავაში არ შემოვიდეს სააგენტოსთან და აღადგინოს როგორც ამ თითოეული მომხმარებლის უფლება, ისე იმ მომხმარებლის უფლებების, რომლებსაც შესაძლოა განცხადება ჯერ არ შემოუტანიათ სააგენტოში, მაგრამ მიმართავენ და ასევე სავაჭრო პოლიტიკა მოიყვანოს კანონთან თავსებად მდგომარეობაში. და არის შემთხვევები, როცა ამას არ ითვალისწინებენ და შემდგომში რა აღონიზებები მიმდინარეობს ხოლმე? თუ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა და არ ასრულებს ან არ ფორმდება, მაშინ მიიღება დარღვევის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილება და ამ დარღვევის გადაწყვეტილებაში დაევალება მოვაჭრეს რეალურად იგივე მომხმარებლის უფლებების აღდგენა და სავაჭრო პოლიტიკის გამოსწორება, თუ არ ასრულებს სააგენტო გადადის უკიდურეს ზომაზე, კიდევ ერთი შანსი ეძლევა რომ გამოასწოროს. საკმაოდ ბევრი შანსი ეძლევა მოვაჭრეს იმისთვის, რომ კანონთან თავსებადობაში იმოქმედოს. კი, ზოგ შეიძლება პრინციპში უნდოდეს კიდეც რო ასე იყოს, მაგრამ რაღაც საკმარისი ინფორმაცია შეიძლება აქამდე არ ქონდა და ამის გამო თორე მაგალითად მე მახსოვს ამ ეთერშიც გვისაუბრე, რომ ბიზნესის მხრიდანაც თავად არის მზაობა და ინტერესი, რომ კანონთან შესაბამისობაში იყოს ყველაფერი. კი ბატონო, კი ხშირია შემთხვევები, როდესაც უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან, მაგრამ როდესაც საქმის წარმოების ეტაპს გააცნობ, აუხსნი კანონის არსს, შემდგომ უკვე საკმაოდ კეთილგანწყობილი არიან იმის მიმართ, რომ გამოასწორონეს სავაჭრო პოლიტიკა და მომავალში თავიდან აიცილონ მსგავსი გაუგებრობა. კი ბატონო, აი ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით ტრიალებთ. გასაგები ხა ონლაინ ვაჭრობაზე როცა საუბრობთ, არის სხვილი კომპანიები, არის საშუალო და მცირე კომპანიებიც, მათ შორის და ეს დარღვევების მაჩვენებელი შეიძლება თითოეულ მათგანში გამოვლინდეს. უბრალოდ აქეთ საინტერესო მომენტია, რასაც ვაკვირდებოდ. არის თუ არა ისეთი შემთხვევები, როდესაც უჩივის მომხმარებელი კომპანიას მისი უფლებები შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით და ეს კომპანია საერთოდ არ არის რეგისტრირებული. ესეთი кейსებიც არის? კი, არის საკმაოდ ხშირი, როდესაც უბრალოდ ფიზიკურ პირებს აქვთ გაკეთებული. და ამ შემთხვევაში როგორ იქცევ კონკურენციის სააგენტო? თუ უკვე ის ფარგლებს გარეთ არის და ეს სააგენტო საქმის შესწავლას იწყებს როგორც იურიდიულ პირზე, ისე ფიზიკურ პირზე. სააგენტოსთვის მნიშვნელობა არ აქვს რეგისტრირებული არის თუ არ არის. თუმცა იმ ნაწილში, რომ რეგისტრირებული ვთქვათ უნდა იყოს, ამაში სააგენტო არ იჭრება მისი კომპეტენციის ფარგლებს ხდება. თუმცა საქმის მოკვლევა, კი ბატონო, საქმის მოკვლევა ჩვეულებრივ მიმდინარეობს ფიზიკურ
პირებზეც არაერთი გადაწყვეტილება აქვს სააგენტოს მიღებული. კი ბატონო. კანონის განმარტება ზუსტად ესეთია, რომ შესაძლოა მოვაჭრე იყოს როგორც. თუმცა თქვენ ალბათ გადასცემთ ხო, თუნდაც იგივე შემოსავლების სამსახურს და ასე შემდეგ ინფორმაციას. საჭირო შემთხვევაში ჩვენ კომპეტენციით ვაგზავნით რა თქმა უნდა საჭირო кейსებს სხვა უწყებებში. კი ბატონო. აი საინტერესო ასევე შევეხოთ რეგიონების თემასაც. აქ სიტუაცია როგორ შეიცვალა, ესეც ამაზეც რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ თბილისის მასშტაბით, როდესაც მომხმარებელი რაღაც ხშირი ხოლმე ვიდეოს რო წერს ადამიანი და რომელიც კომპანიას უჩივის კომენტარებში მუდმივად არის ხოლმე აი კონკურენციის სააგენტოს მიმართ. აი თითქოს აქ უკვე ძალიან ბევრმა გაიგო, რომ ეს მანდატი აქვს კონკურენციის სააგენტოს და შეგიძლია, როდესაც ესეთ შესაძლო დარღვევას უფლებების შესაძლოა შემომის სახე მიმართო კონკურენციას, მაგრამ რეგიონებში მახსოვს რომ ეს გამოწვევა იყო წლების განმავლობაში, მინდა არ გვინდა. როგორ შეიცვალა აქ სურათი? სტატისტიკას რო თვალი მივადევნოთ, საკმაოდ გაზრდილია რეგიონებიდანაც მომართვიანობა. აღნიშნული აისახა იმ გარემოებით, რომ საკმაოდ ხშირია ჩვენი ვიზიტები ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათ შორის რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობებთან და არასრულწლოვანებთან სკოლებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სააგენტოს მიერ ცნობიერების ამაღლების კამპანია. შესაბამისად, უფრო მეტად გაიზარდა მომართვიანობა რეგიონებიდანაც. განაწილება როგორ ალბათ აჭარა იქნება ერთ-ერთი ხო თბილისის შემდგომ? კი, აჭარა, იმერეთი, კახეთიდანაც საკმაოდ ხშირია, სამეგრელოზე მოსვანეთი. საკმაოდ შემიძლია ვთქვა, რომ გაზრდილია ამ ხრივაც მომხდარა. გასული წლის თუნდაც გასული წლის ტენდენციას რომ შევხედოთ, ესეც პრინციპში კარგია და ასევე ამ ნაწილში სწორედ ჩაგეკითხებით, დამატებით აქტიობებს რაც გეგმოთ, კვირეული გაგრძელდება თუ არა, რაც რეგიონებში ესე აქტიურად მახსოვს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ტარდებოდა, სხვადასხვა სკოლებში შეიძლება იყოს იქ შშმ პირებთანაც პირადი კონსულტაციები, მათთვის სპეციალურად წიგნები შეიქმნა და მახსოვს წინა წელს ზუსტად კონფერენციაზე ვსაუბრობდი დასაწყისში, მაშინ შშმ პირები სპეციალურად მოწვეულნი იყვნენ, სადაც დაურიგდათ მათ ეს წიგნები ადაპტირებული, მათზე მორგებული, რომ გაეცნონ ამ ყველაფერს. რა იგეგმება თუ არა მსგავს ტიპის აქტიობები კვლავ? კი, მომავალ წელსაც აქტიურად არის დაგეგმილი მსგავსი ღონისძიებები. მომავალი თვიდან უკვე აქტიურ ვიზიტებს ვიწყებთ რეგიონებში, სკოლებში, რაც საკმაოდ კარგად აისახება, იმიტომ რომ ბავშვები საკმაოდ კარგად ავრცელებენ ამ ინფორმაციას და საკმაოდ საინტერესოა მათთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან აქტიური გახდა ონლაინ ვაჭრობა განსაკუთრებით და ონლაინ ვაჭრობა აქტიურია როგორც ქალაქში, ისე ნებისმიერ რეგიონში. ასევე კვირეულიც ტრადიციისამებრ გაზაფხულზე დაიგეგმება. რაც შეეხება შშმ პირებს, აქტიურად მიმდინარეობს ასევე ორგანიზება შშმ პირებთან შეხვედრასთან დაკავშირებით და ასევე უნივერსიტეტებში. ესე საინტერესოა თქვენ ახლა ყოველ შეხება გქონიათ ბუნებრივია ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, ძირითადად რა მიმართულება აინტერესებთ, ხონაკაც ონლაინ ვაჭრობაა? ძირითადად ონლაინ ვაჭრობა. გარანტიასთან დაკავშირებით, ანუ ნაკლოვანებასთან დაკავშირებითაც ხშირია, თუმცა ეს ნაკლოვანებაც ძირითადად მათთვის ონლაინ ვაჭრობის შედეგად მიღებული მაინც აქეთკენ მივდივართ. კი, მაინც ონლაინ ვაჭრობა არის ყველაზე აქტუალური და გვინდა არ გვინდა ალბათ ეს ბუნებრივი იქნებოდა გამომდინარე იმ ტენდენციებიდან, რაც მიდის ახლა ერთის მხრივ ონლაინ ვაჭრობათან ფასთა სხვაობის კუთხით ადგილზე ფიზიკურ ადგილას ყიდვასა და იმას შორის ფასთა შორის სხვაობაც ბუნებრივი არის და თან ეს ლოჯისტიკური ხაზები ძალიან განვითარდა და ეს დამატებითი გამოწვევები მოკლედ მომხმარების უფლების დაცვის კუთხით აქაც შეიქმნა. ძალიან დიდი მადლობა ნინი გადაცემას სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ნინი საბუდაშვილი, კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.